მე დავიწყო? ჩართულია, ხო? კი, რო იცხოვნე. მოგესალმებით, მეგობრებო. აი მე. საღამო მშვიდობის თვითფოსო გამომწერებო ბასრი დისკუსიები ახალი ეპიზოდი დაგიბრუნდა მე მიშა ვარ ბატონი გიორგი სალამი გიო მოგესალმებით ვარეკლამებთ განზოს არ დამაცადა რომ წესიერად წარმოედგინა მოკლედ დღევანდელი გადაცემის შინაარსი ვარეკლამებთ განზოს არა არ დაგეთახმები ეს არ არის რაღაცა განზოს დარეკლამება განზოს მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ფართო მასაში შევიტანოთ ნორმალური დანის კულტურა და ძალიან გვეხმარება ამაში განზოს ბრენდი. ანუ ბევრი ბრენდი ვერ დაგეხმარება იმაში, რომ პირობითად 10,000-ობით ადამიანმა მიიღოს წესიერი პროდუქტი. რეკლამა არა, მონანიება იქნება. მაშინ ამდენი ხანი რომ ყურადღებას არ უთმობდით ბიუჯეტურ დანებს. კი ბატონო, კი მე ძალიან ბევრი ვიდეოში მაქვს ესე ცოტა რაღაცნაირად ზერელეთაც ნახსენები და ალბათ ეს ყველაფერი იმიტომ არის რომ დანების მოყვარული ადამიანები ვინც ვაგროვებთ დანებს ხო რაღაცა სხვა ეტაპებზე გადავდივართ მაგრამ ხალხი რომელსაც დანა როგორც ინსტრუმენტი ესაჭიროება და ვერ წარმოუდგენია ამ ხალხს როგორ უნდა გადაიხადო დანაში 500 1000 1500 ლარი ხო ძირითად შემთხვევაში მე ისინი ხდებიან ხოლმე აი მართლა იმ ცუდი რეკლამის მსხვერპლი რომ აქცია 99 ლარის ნაცვლად 49 ლარად ყველაზე მაგარი დანა. კი ბატონო. ამას ეხლა რო ვსაუბრობ გულწრფელად გეუბნები თუ ძალიან მაგრად არ ნერვიულობდე რომ ვინმე არ მინდა იფიქროს რომ 1% მაინც ტყუილს ვიძახი რამეს დანაზე იმიტომ რომ გავყიდო რა აი რა ვიცი თამამად დავიფიცები შვილებს რომ ეს ყველაფერი არის რასაც მე დანაზე ვიძახი მე რომ ჯერა ის სიმართლე მე შეიძლება ვცდებოდე რაღაცაში მაგრამ ნახდათ რეკლამის გამო არ ვიტყვი არაფერს კარგს რა. გეტყვი მიხე, ალბათ ჩვენც ვიზრდებით ნენელა და ჩემი აზრით, ნუ პირველი ამ დანებს რო ჩვენ რაზეც ვიღებთ ხოლმე, ეგ არის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ გულით ვიღებთ, რასაც ვიღებთ. არ არის ის, რომ რაღაცა ან მეტად ყურებადი იქნება, ან რაღაცა კომერციულად გამართლებული იქნება. აი ეს ჩვენ როგორც მივყვებით ამ კოლექციონერებას და რაღაც დონეს, ისე მივყვებით ხოლმე მაგასაც და წეღარო თქვი მონანიება მეთქი, არასწორი ტერმინი არის, მაგრამ მართლა ეგრე არის, რომ აი ესენი გამოვგჩა ჩვენ აი ესეთები. ეგეც არასწორი არის, იცი რატო? იმიტომ რომ ხვალზე თქვათ სიტყვაზე დაუშვათ ხო შეიძლება თქვათ დაგვეცეს თავზე ის რაღაცა ლატარია და გადავიდეთ 10,000 20,000 ლარიანი დანების და უფრო მეტის განხილვის საშუალებები მოგცეს. იმას დაუთმობ ახლა ყურადღებას და იმებზე გადაიღებ, მაგრამ იმას ხო არნიშნავს რომ ეს ყველაფერი რასაც აქამდე ვიღებდით გინა კრესრიუები იყოს და გინა სხვადასხვა რომ თქვათ რაიმენად ღირებული არ არის რა და ეგრე იყო რომ მიყვებოდით ჩვენს ემოციებს რა და მაგიტო იყო რომ თქვათ ყველაფერს ვერ უთმობდით ყურადღებას, მაგრამ ალბათ ნუ რაღაცნაირად ამეხილასავით თვალი ახლა მე სიმართლე მე ჩემ იმას ვიტყვი რატო ანუ მე რატო მოვედი აქ აბა მითხარი შენ და მეც ვიტყვი მე ჯერ ვიტყვი რომ მე დანე 1 წელს გახდა მეგობრებო ანუ მე საკუთარ თავსაც ულოცავ ბატონ გიორგისაც ულოცავ და პირველ რიგში ჩვენი მე ერთგულ მომხმარებლების არმიას ულოცავ ვინც ამ 1 წლის განმავლობაში მართლა რა ვიცი ერთგულად მოდიხართ რა ვიცი საუბრობთ ვარჩევთ ერთად დანებს და აი ამ 1 წლის განმავლობაში პრინციპში არ ყოფილა დღე რომ განზო არ ყოფილიყო ჩვენს ასორტიმენტში. მაგრამ აი როგორც წეგან ახსენა გიორგიმ რაღაცა განსაკუთრებულ ყურადღებას არასდროს არ უთმობდი განზოს, მაგრამ ყოველთვის გრძნობდი რომ მომხმარებლისგან მოდიოდა ძალიან ხშირად ესეთი კითხვა. პირობითად 100-130 ლარის ფარგლებში რა შეიძლება რომ შევიძინო. ჩვენ სხვადასხვა ბრენდებიდან ყოველთვის ჰქონდა არჩევანი მაგ საფასო კატეგორიის, მაგრამ ჰქონდა ხოლმე როგორ იცი რომ მაგალითად თუ სწორედ მახსოვს P128 იყო რაიკის, რუიკი, რომელიც ღირდა 119 თუ 129 ლარი და ძალიან მაგრად იყიდებოდა, მაგრამ ნუ დამთავრდა რა, სხვა მოდელები აღარ ღირდა ესე რა. და ესეთი ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. და განზო არის ბრენდი, რომელიც დაახლოებით 30-35 მოდელი არის მაგ საფასო კატეგორიაში და ეხლა უკვე 1 წლის თავზე გულახდილად ვიტყვი, ანუ კომპანიამ მოახერხა, რომ
განზოზე ფასები კიდე უფრო დაწია და მე ჩემზე ძალიან ისე იმოქმედა რა რომ ნახე ახალი გაგიმხელთ ასე ვთქვათ ინსაიდერულ ინფორმაციას რომ ნახე ახალი პარტია ჩამოსული და ფასებს რომ დავხედე რაღაცა მეთქი შეცდომა ხო არ არის რა და არა უბრალოდ ავიცი ურთიერთთანამშრომლობამ რაღაცა ფასდაკლება მოიტანა და ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ არ ვღორობთ და მაქსიმალურად გვინდა რომ შეღავათი გავუკეთოთ რა ანუ ჩვენი ფასდაკლება არის აი ეს ზუსტად როდესაც ყველასთვის მოვახერხებთ ფასის დაწევას და პატარა ვიდეო გადავიღე განზოზე რასაც ძალიან მაგარი გამოხმაურება მოყვა და ეს არის ჩემი მხრიდან მიზეზი რატოც მინდა რომ დღეს ვისაუბრო ამ ყველაფერს მეც თქვა ეხლა შენ თქვი მიხეილ შენ არ იცი არ მინახები არასოდეს და მე კოლექციაში განზუსტდანა მიდევს როგორ უნდა დამაფიქრე ხა რომელი შეიძლება გედოს კოლექციაში ესე იგი თან უნდა იყოს ძველი მოდელი არა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მოდელი რომელი არის უბრალოდ განზუსტდანებით დავიწყე ეს თემა რა და რაღაცნაირი რა დავარქვა ტერმინი სენტიმენტალური თუ რაღაც ესე მაქვს ხოლმე რა რომ რაღაცა სამახსოვროდ შევინახო და ერთი განზო გადავდე ჩამოსული. პირველი პარტიიდან არ არის. პირველი პარტია ჩამოვიდა, უცებ ამოიყიდა და მე მეორედან გადავდე ის და მე უკვე მესამე იყო უკვე მაღაზია რო გაიხსნა, მე ჩამოვიდა. ეგ რა ხანახსენ, ეგ უნდა თქვა, ძალიან მაგრად მახსოვს, შენ რო Facebook-ზე მაშინ პირადად არ გიცნობდი, რო დაანონსე და გადაიღები ვიდეო თუ ფოტო რო ანუ ყუთი აჩვენე რა, რო აი რამდენი განზოებიო და მაგ დროს თბილისში არ ვიყავი და ნუ ვერ მოვახერხე რა, ანუ ძანგული დამწყდა რომ მოკლედ ვერ შევიძინე რა. მაშინ განზოდა, რამდენი ხანი გავიდა. აი ეს არის. ვახ შეგენა. განზო კოლექციაში. სპარსული პირით. არა რა. არა, ნუ საოცარი მოგონება არის ნამდვილად და ეს მოდელი მომწონს. კი ბატონო. ხო და სიმართლე გითხრა სხვანაირად რო ვფიქრობდი, ახლა ახლიდან რო ვიწყებდი, არ ვიცი, სხვას ვერ ვფიქრობ. ისევ განზუთი დავიწყებდი, მიხეილ სიმართლე გითხრა. შენ ყოჩაღრო, შენ თავის დროზე გადაწყვეტილება მიიღე, იმიტომ რომ მე მაგალითად მე ვერ მოვიფიქრებდი მაგას რა და შეიძლება შეცდომა დამეშვა რა და მე დამეშვი ეგეთი შეცდომები და ეს იყო ბრწყინვალე გადაწყვეტილება, ძალიან კაი არჩევანი გააკეთე. გაიხარე. მე რაღაცა იყო გზები აქეთ-იქით და საბოლოო ჯამში, ნუ განზომ ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ აი ერთი წელი საკრალური დანიშნულება აქვს ამ ბრენდს რა. არა. ხო და დანარჩენი კიდე აი წეღანაც ვთქვი, ანუ საკოლექციო ის გამახსენა პირველად რომ ჩამოვიტანე, ბევრი საკოლექციო ტყიდულობდა. ხო და რაღაცა ისე გამოგდის ხოლმე მე და შენ რომ არ იქა რომ აი ესე დანებს რომ ვიღებთ ვიდეოს, გეგონება ესენი არ იყოს საკოლექციო. მეგობრებო, ყველაფერი საკოლექციო არის. აქ ხედვაზეა ემოციებზე და რა თქმა უნდა შესაძლებლობებზე არის. არა მინ თქვას რომ 100 ლარს რო დანაში იხდის, იმას შესაძლებლობა არ აქვს. 100 ლარს რო ეგეც ფუფუნება არის ჩემი აზრით მიხეილ დღესდღეობით. ზედმეტი 100 ლარი რო გააქვს და მე კიდე ერთი დანა რო იყიდო, ეგეც ფუფუნება არის და ესენი საკოლექციოები არის ჩემი აზრით და ეგეც დასაფასებელი არის. დანარჩენი კიდე ამას ზღვარი არა აქვს, ეხლა რაც უნდა იყოს ადის და ადის ფასი და ბოლოს ისეთი დანები არის, რაც უკვე ჩვენამდე აღარ მოდის და სურათებიც არ ადებს ელემენტარული კასტომებს რო აკეთებენ. კი. არავინ არ გვაჩვენებს ჩვენ იმ დანებს და იხდიან ალბათ 100,000-ები. მაგაზეც ვისაუბრებთ ერთ-ერთ პოდკასტში. იქნება ეგეც. კი ბატონო. ხო და კეთილი, რავი, განზო მე მგონი თვითონ განზოზე ვთქვათ, მოკლედ ორი სიტყვა, განზო უკვე ჩინური კომპანია, ყველა მეცეს და ჩინური მასშტაბებით, ხო, ანუ ეს არის პიონერი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 20 წლის არის უკვე. ანუ 20 წლის წინ დაიწყეს მათ 20? კი, 20. 90-იანებში ხო? 20, ანუ მანამ როგორ იყო, იცი, რაღაცა რამოდენიმე კომპანია იყო. ხო. და იმათი გაერთიანებით გაკეთდა განზო რა. ანუ რაღაცა ეტაპია, უბრალოდ ბრენდი აქვს და ცხებს უკეთებდნენო. კი ბატონო, კი. თვითონ განზო, როგორც ეს 20 წელს. თვითონ განზო, მანამდე იყო რომ ცხებს უკეთებდნენ. მანამდე იყო ცხებს უკეთებდნენ. კი ბატონო, გავიგე სწორად. კი, განზო დღესაც ბევრს უკეთებს. ხო. ძალიან ბევრ კომპანიას უკეთებს დანებს. უბრალოდ როგორ არის, იცი, ბევრი კომპანია ამას ასაჯაროებს იძახის. განზოსთან ეს არის რაღაცა კატასტროფულად გასაიდუმლოებული ამბავი და უბრალოდ ინსაიდერული ინფორმაციები მაინც გამოხტება ხოლმე და ბევრი კომპანია ვიცით დეტალები ბევრ დანებზე მეცნობა ხანა კლიპსით დაწყებული რაღაცა ღერძი შეიძლება იყოს და ნამდვილად ჯიათის ფაქტორები და ასე შემდეგ. განზომ პირველი რაც მოახერხა იყო საკუთარ ქვეყანაში დაიმკვიდრა ჯერ კარგად ადგილი. ანუ სანამ ექსპორტზე გავიდოდნენ,
ხო ჯერ ჩინეთში მილიარდიანი ქვეყანაა იმათ ინსტრუმენტი ხო ჭირდებათ ჩვეულებრივად და შიდა ბაზარი აითვისა მაგრად და დაიწყო მერე გარეთ გასვლა. ამათი თავარი პლუსი იყო ხარისხის კონტროლი. ძალიან ძნელია რო აკეთებ შენ 100,000-ობით ერთეულს ბიუჯეტურს და მოახერხო ხარისხის კონტროლი. და ესენი ძალიან დიდი პროცენტით ახერხებენ. ანუ წუნი არის ძალიან ცოტა რა. ანუ აი პირობითად ჩვენ რაც ჩამოვდის. ხო? ბრაკი განზო, კლასიკური გაგებით ბრაკი არ მახსოვს. მე არ მახსოვს. ნამდვილად. იყო შემთხვევები, რომ ვინტები რაღაცა დაკარგულა, თუმცა ვინტები აქვე ვიტყვი რა, ვინტების თემა. დანებს რო ყიდულობთ, დანების მოვლაც, მანქანას რო ყიდულობთ, მანქანას მოვლაც ხო რაღაცა დონეზე უნდა იცოდე, რომ აი საბურავი დაშვებული არ უნდა იარო. იგივეა რა, ვინტები ეშვება ყველაფერს. ჩავესებს, ვეროებს, ლოქტაიტები არ აქვს, ბევრს ეშვება ხოლმე, კიდე ბევრიანიან ეგეთები და. ნუ მოკლედ მაგას მიაქციეთ ყურადღება. გავაგზავნეთ კან. გავაგზავნეთ, განზოს თვითონ მე აი სახელი წოდება, ხო, განზო, იმდენად ისეთი ჟღერადი, მოკლე, ლაკონური და ეფექტური სახელი არის, რომ არ არსებობს არ დაგამახსოვრდეს რა. ანუ ამ ბრენდმა მოახერხა, რომ მართლა ყველა კონტინენტზე არის. ანუ აი ყველგან არის რა განზო რა. ძალიან დიდი პოპულარობა არის ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და რაც ყველაზე მთავარია, აი ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც არის ნუ მექაა ხო დანების ამერიკა რეალურად. იქაც კი განზო არის, ამაზონზე ერთ-ერთი ლიდერია დაყიდული. პოპულარული არის ძალიან. ხო. სხვათა შორის დასაფასებელი ბრენდი არის, ხო, აქვს ახლა მიუხედავად იმისა, რომ თავის ნიშა უჭირავს, თავის ნიშა უჭირავს ღირსეულად. არ გატყუებს, არაფერს არ იმაშვება მარკეტინგზე, ყველაფერს აკეთებს რაღაცა ღირსეულად, სხვა ბევრი ბრენდისაგან განსხვავებით. არუტინგიცია, არ დაუწყია რაღაც მოდელებში ტიტანი და მიტანი და ცადა ერთხელ, თუმცა ღირსეულად ცადა, ჩემი აზრით, თუ გახსოვს ისინი გააკეთა. მახსოვს. ტიტანის ადიმანტიც გააკეთა, მე მგონი 100 რაღაცა დოლარი დააფასეს. მაგრამ ადიმანტი. ხო, ადიმანტი. სხვა ხაზი. სხვა ხაზი, კი ბატონო. თვითონ ანუ კლასიკურად. ხო, მან მაგალითად ვთქვათ, თუ ხაზები აქვს, კი Firebird-ი აქვს, კლასიკური განზო აქვს, ადიმანტი აქვს და ასევე ჩვენ ამ წუთას არ ვაქცევთ ესე დიდ ყურადღებას, მაგრამ უდიდესი წილი განზოსი არის სალესებზე. და იმაზე, რა ქვია, მულტიხელსაწყოებზე, მულტიტულებზე რა. ანუ მულტიტული განზოსი, აი როგორი მოთხოვნადია, იცი? აი როგორც ლეზერმანზე არის მოთხოვნა, იგივენაირად არის განზოსაც რა. ანუ ფასი 5-ჯერ იაფი აქვს რა და ხარისხი ძალიან კაია. ანუ ხარისხი 5-ჯერ ცუდი არ აქვს. 5-ჯერ ცუდი ნაღდათ არის. ნაღდათ არ აქვს რა. თავის ფას ამართლებს ეგეც. რითი დავიწყოთ, გიო, დასაკეთებით თუ ფიქსებით? რავი, ფიქსებით. და ამას ნელ-ნელა ამ მიმოხილვაში მე როგორ რაღაც გავაკეთოთ, იცი, მაყურებლის ნებართვით, რა თქმა უნდა. რახან ერთი წელს გავხდით, ამ ერთ წელიწადში, აი საინტერესო ეტაპებიც მოვყვეთ თითო წუთით. კაი, მიდი და გამოვყვებიობა და შეიძლება მოდი ჯერ ამას მივხედოთ. ფიქსებით დავიწყოთ. და მოდი ამით დაიწყე. ქართული რეალობაც ვთქვათ რა, ახლა ძირითადში არის ალბათ საფასო სეგმენტი მორასი რა და სულ ყველა გვეკითხა მორა თუ ის და ეგეც ხარ შევაფასოთ რა რატო მორაც და კიდე ასე ვთქვათ ის რაღაცა გაურკვეველი დანები რაც ბაზრობებზე და ინფლუენსერების მეშვეობით რო იყიდება რა. ანუ ისიც მაგ საფასო კატეგორიაში შედის. კი ბატონო. ნუ ჩემი აზრით აი ეს მოდელი არის თავისი ფასით უკონკურენტო. დანარჩენი ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ მორა ჯობია თუ ეს ჯობია, იმ სხვა დანებზე არ ვისაუბრებ მიხეილ და ყველას ვეუბნები ხოლმე რომ ეს ჯობია. არის ფიქრობთ რომ რაღაცა იმიტომ რომ ახან ჩვენ გვაქვს მორაც გვაქვს და მეტი გვექნებოდა რომ უთვლილად საჭიროთ. ახალგაზრდაზე არანაირი პრობლემა არ არის. მართლა ვთვლი რომ ეს რაღაცა უნივერსალი არის თავის ფასში და მით უმეტეს გამოიცადა კიდევაც მეგობარმა გამოცადა და ყველაფერი გაუკეთა ამ დანას მინუსებს გეტყვით რა დაუწუნა. ერთი დაუწუნა ის რომ აი აქ ეს მარტივად ამოსაღები არ არის და ნუ პატარა გახურებით ეს გადმოღუნება მოხდა თუ რო კომფორტულად ამოდიოდეს. გამოვასწორეს ვერაც. ხო, და მეტი მინუსი დანას ვერ ვუნახეთ. ერთადერთი ნუ ძალიან უხეში მოხმარებაზე წვეტი მოტყდა რა და პატარა რევერს ტანტოსავით გავუკეთეთ რა და უკვე ჩვეულებრივ გააგრძელა მუშაობა. აი უნივერსალი არის თავის ჭრის ხარისხით, ხესაც კარგად ამუშავებს, ბატონინგზეც გამოიცადა, ძალიან ბევრ ამაზე გამოიცადა თავის ფასთან გამომდინარე. ნუ დანამ ყველაფერს გაართვა თავი და
მორაზე რატო არის? მორას აქვს კანდი დაშვებები და ამბევჯერ მისაუბრია მაგაზე და ის 20 გრადუსია ეს კანდი დაშვებები და ყველას გონია რომ აი ძალიან ბევრი ყიდულობს სანადიროდანაც რომ მიდიან ძირითადად ფიქსებს ყიდულობენ ეს სანადიროთ მინდა ხორცზე მინდა რა ქართულ რეალობაში ეგრე არის რა და მე მოვაქვთ ხოლმე ჩემთან სულ დაზიანებული პირი იმიტომ რომ 20 გრადუსი რო არის ის დაშვებები ძალიან ადვილად ზიანდება და შესაბამისად პატარა ძვალს მორწყავენ თუ რაღაცა ეგრევე ფუჭდება და ამას დაშვებების ხონაერი აქვს და ლესვის კუთხე ცოტათი უკვე იმაზე გათვლილი აქვს რომ იმას მორასთან შედარებით ბევრად უკეთესად იტანს მაგ ყველაფერს რა და ჩემი აზრით ძალიან მაგარი მოდელი არის არა მარტო ჩვენი შეფასებით მე ხერ რაც შემხედრია უცხოური ბლოგერებიც ძალიან მაგრად აქებენ ამ მოდელებს რა. ისი თქმა მინდა იციგიო თავდაპირველად ჩვენთან ეს მოდელი ღირდა 59 ლარი და მაგ სიტუაციაშიც კი იყო ერთ-ერთი ლიდერი გაყიდვების რა და დღეს მოხერხდა რომ აი ეს 39 ლარი. ეგ მოდელი აი ეს მახსოვდა მე რა ესეც 39 ლარი არის 19 ლარი კი ანუ აი მაგ საფასოში მორას ერთადერთი 511 აქვს ანუ ბეისიკიც არ მოგდის რა მორა ბეისიკიც რა ანუ დიდი პატივისცემა მორასთან მართლა დიდი პატივისცემა მაგრამ არ ვიცი ну მორას მე რომ მეკითხებიან მორას ურჩევ ხოლმე რომ იაფიანი მორა იყიდონ რა და დაბლაგდება გაფუჭდება არ დაგენანებათ მე სხვა იყიდოთ რა იმიტომ რომ მაგის იგალესვა ძალიან რთული არის და რამე რიცხვობას ვერ დაინახავთ იაფიან მორასა და ძვირიან მორას შორის სხვაობებს რა მეორე მოდელზე მოკლედ გამოიცადა ეს მოდელი არა მარტო ჩვენი შეფასებით საზღვარგარეთაც ჩვენთანაც და კაი მოლაშქრეების ხელითაც გამოიცადა და ნუ გამართლებული არის მეორე მოდელზე უკვე აშკარად სხვებმაც უთხრეს რომ ესო გამოსასწორებელია ხო და არის უკვე აბატონო ხო მაგრამ ეს უკეთესად ნუ ამის იდეა ის არის რომ ორივე მხარეს შეგიძლია დაიკიდო ამისი ალბათ უკვე მარჯვენა მხარეს და მარჯვენასთვის არის კი ეს ბევრად კომფორტული არის ეს უფრო ესეთი robust როგორ არის ქართულად უხეში ხო ნუ ყოაც უფრო სქელი აქვს რაღაც ხელში ჭერას უფრო პატარა არის მოკლე არის და ესეთი მოტრუკივით არის ჩამსკვნელი ბიჭია ხო ნუ ეს უფრო უხეში ფოლადი სხვა არის მოდი ესე ვიტყვი რა ფოლადებზეც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორ არის ნაწერთობი ფოლადები და ერთი პერიოდი თოკებს რო ჭრიდი ნუ მაშინ გაზო მქონა ჩამოსული რა და გადავწყვიტე რომ განზუთ გამეტესტა რა და აბსოლუტურად სტანდარტულად როგორც სხვა ნორმალური ამასთან შედარებით პრესტიჟული ბრენდები რო ჭრიდნენ ხოლმე ამ ფოლადებით იგივენაირად გაჭრა ამ განზომაც რა და შესაბამისად პლუს მინუს ნუ ნორმალური წრთობა აქვს რა ფოლადი რაც აწერიათ უნდა იცოდეთ რომ მოკლედ ნორმალურად იღებთ იმის რესურსს სხვა ეხლა ტოპ წრთობა არც ერთ სერიულს არ აქვს ამ ფოლადზე რა ანუ მე ძალიან საპატივსაცემო ადამიანი მე ვისაც პატივს ვცემ და ამ სამყაროში რეალები ძალიან ბევრს უყვარს 9 ხრომი რა ანუ ბიუჯეტურ ფოლადებში და რა ვიცი ტესტებს როდესაც აკეთებენ 800 და 900 შორის ნუ საკმაოდ ისეთი სხვაობა არის ხოლმე და ქიმიური შემადგენლობით ხო მართლა ძალიან გავს ვიჯიაცაც და N690-საც და ერთპიროვნულად უკეთესი არის სენდვიკის 12C27-ზე 14-ს არ ვეძახი ანუ 12C არის რომელიც აი მორას რო უყენია basics-ზე რა ანუ ეს ფოლადი ასევე გამოიყენება ისეთი დონის სამზარეულო დანებში აი როგორებში იცი $100 და ზევით რომს ბევრში ხო კი ბატონო ამიტომ მე გამიხარდა რომ ნახე რომ ამ დანაზე ეს ფოლადი არის რა. ნუ პატარა გადახოვას გავაკეთებ, სამზარეულო დანებს რო ვაპირებთ პრემიუმ ხაზზე, ნუ ალბათ ამ ფოლადს დავუყენებთ მე. ფანტასტიკური ამბავი არის, იმიტომ რომ ნუ კარგი ფოლადია. მე პირადად მიხმარია ეს ფოლადი და რავი, ერთი პერიოდი ამოჩემებული მქონდა ტოტებს ვამტვრევდი და პროსტო ვთხრიდი ხოლმე რა. ძალიან დიდი ხანი გამიწვა რა. ნუ შეარჩევის პროცესში ვარ და ნუ ამაზე შევაჩერე, მე მგონი არჩევანი რომ ეს იქნება. კაი, ნუ დავამატებ ერთს რომ სამწუხაროდ მეგობრებო, ანუ ამ ეტაპზე მარაგები უკვე ამოწურვისკენ არის, მაგრამ მალე გვექნება და შევინარჩუნებთ დიდი ალბათობით ამ საფასო კატეგორიას და მოვახერხებთ რომ რა ვიცი რა, ვისაც სურვილი აქვს ყველა ოჯახში რომ იყოს თითო კარგი ფიქსირებული განცდა. ამას რა დანიშნულება აქვს მე შენახე იმასთან რო არის ზუსტად. რაღაცა დანიშნულება რაღაცა არ არსებობს ვარ კონტექსტი. კაი, ნახავთ მე გავაზიარებ. საინტერესო რამე გავაზიარებ. მოდი, 5 ტანა გვაქვს, ესე დავდოთ ფიქსირებული და აიღე ერთ შენ აიღე ერთს მე ავიღებ, ამას მე ავიღებ. შაიბებზე არც ერთი არ გვაქვს. ეს შაიბა არის? არ ვიცი, იმიტომ რომ შაიბები განზუსი ძალიან კარგებია. შაიბა.
კი, შაიბები. შაიბა. კი ბატონო. აჰა, მაშინ ამას ავიღებ. კი ბატონო, აი, და ვიტყვი რომ დანებზე რომ ეკითხებიან ხოლმე, შედარებით ბიუჯეტურ დანებს რო ეძებენ, დასაკეთებშიც განზოს ურჩევ ხოლმე თამამად რა. იმიტომ რომ ყველაზე ბიუჯეტური გამოდის რა ეს ახერხებენ რომ ფასები არ გააზვირონ. ახლა CVV და კაიზერი უკვე აღარ არის ისეთი ბიუჯეტური და ახლა ორჯერ და სამჯერ ძვირი არის რა და შაიბების შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს შაიბები, გეცოდნებათ ჩემი წინა ვიდეოებიდან და განზო ძალიან კარგად ხარისხიან დაკეთებს მაგაზეც დანებს. ისეთი რომ ცენტრი ნორმალურად არის, მექანიკა ნორმალურად არის, შაიბების პლუსი არის ის რომ მარტივად გაიწმინდება, ნაკლები მოფრთხილება ჭირდება, თქვა იქ რაღაცა ჭუჭყი ჩავა, რაღაცა ჩავა. შაიბები ბევრად უფრო ამტანი და ძლიერი არის. 75 ლარი ის ბატონო გიორგი, ეს და შვენიერი დანა არის. ისე ის გამახსენა და იმას შევეხები რა ბაზრებშიც ხო ესე იყიდება რა ბაზრის დანები პატენტი დანები რომელსაც თქვათ კაცმა არ იცის რა ფოლადი უყენია და რა არის და ხო 40 ლარიდან იწყება ნორმალურ ვიზუალზე ნორმალურია რა 40-დან იწყება და აი მაგალითად შამანის რეპლიკა ღირდა 120 ლარი რომელიც შევიძინეთ ერთ დროს და აი უცი ერთი თვეში მოკვდა. მოიმენა მოკვდა დანა რა. აი ჩემი რჩევა იქნება მოკლედ რა ვინსაც ინსტრუმენტი ჭირდება ძალიან მიზერულ ფასში არის ძალიან კაი დანები და ვისაც ინსტრუმენტზე მეტი ჭირდება უკვე სხვადასხვა სიამონებები განზოც არის და უკვე იქ ზღვარი აღარ არის დანარჩენი თქვენ შესაძლებლობებზე. მე ამოვირჩია ვაგერ მოდელი არის FH 926. ახლო ხედითაც ნახავთ თქვენ ამ დანას განსაკუთრებით მიყვარს ეს დანა გახსნის მეთოდი აქვს აი ძალიან ესეთი საყვარელი ფლიპერი არის არ არის დიდად ესეთი გამოშვერილი და button lock-ი არის რა ანუ ტერზოულა ხო ნუ მოკლედ ბევრი რაღაცა შეიძლება რომ მიამსგავსო არ ვიცი ისეთი მოდი მაგაზეს თქვათ რა განზოს ანუ არ იტყუება რა პირდაპირ თამამად იძახის რომ აკოპირებს რა და იყენებს მარკეტინგს თავის რაღაცა პატარა სახეცვლილებას მისცემს და ზერი პარაორი კი ბატონო და არ გატყუებს რა რომ რაღაც ახალი მოიგონა სხვას რაღაცა დიზაინი პირდაპირ რა გეუბნება რომ ვაგე დიზაინი მოვიპარე მაგრამ ხარისხიანს ვაკეთებ და რაც წერია ფოლაძე და რაც არის ყველაფერს გულახდილად და გულით კარგად აკეთებს რა აი ეს კონკრეტული მოდელი რა ანუ აი კლიპსა ძალიან მოწონს კარგად არის გაკეთებული button lock-ი წინვალე მექანიკა წინვალე თეორია ამათ ძალიან კარგად აქვს ნაწილთობი ეს 105 ლარი იღებს და განზოსთვის ეს უკვე ძვირიანი ასე ვთქვათ დანა არის რა ახლა გამახსენდა რაღაცა და სპაიდერკოზე რო საუბრობდით სპაიდერკოს რო იყირით არა ნუ აიმის დამუშავება ჭირდება ყველას რა და არ ვიცი ახლა აქეთ რაღაცა აღარ შემოამუშავეს აქეთ ამხარე მაგრამ გახსნელი ხარე ნახე დარბილებული აქვს ხო რობილად გახსნა მოკლედ გულით აკეთებენ რა რაც შეუძლიათ აი ეს დანა მინდა რომ შენ შემიპასო ხო? FH41 S-ი არის დანა რომელსაც მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ გიოს აზრი მაინტერესებს ამ დანაზე. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი არის განზოსი S და FH91. ალბათ კი რა ეგრე იყო რომ ჩამომქონა დანები დაბლა სახელოსნოში რომ ქონა მაშინაც, ნუ FH41 იყო ყველაზე გაყიდვადი მოდელი. და მე აღმოაჩინე FH91 და ისიც ძალიან კარგი მოდელი არის მიაქცია ყურადღება და ბოლო მე გააკეთეს FH41-ის შედარებით პატარა ვერსია FH41S და არ ვიცი ძალიან გემრიელი დანა არის ძალიან გემრიელი არ ვიცი ახლა ამას რო CVV-ის ლოგო ერტყას ახლა რა და 200 ლარს რო აფასებდე იო უგრავე ორმაგი იქნებოდა რა ანუ გულით არ ურჩევდი მომხმარებელს რომ კარგი დანა არის მშვენიერი დანა არის კომფორტული CVV-ის ბრენდი არის და ნუ ერთადერთი CVV-ის ბრენდი არ ატყია, განზოს ბრენდი ატყია და არის ორჯერ იაფი. რა ფასებშია ესენი? 100 ლარის. ხო, ეგრეა, 105 ლარი ღირს ეგ დანა და აი ხა ეს იმიტომ რომ ძველი პარტიაა და აი ეს არის ახალი პარტიის დანები G768 ეს დანა ჩვენ გქონდა თეთრ პირზე. ეხლა full black-ი გამოვიდა. თეთრ პირზე ძალიან პოპულარული იყო ეს დანა. და ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უფრო მაგრად გაიყიდება თან იმის გათვალისწინებით რომ ეს ღირდა 105 ლარი და 75 გახდა. აი. ანუ ამაზე მეტი ფასდაკლება რა უნდა გავაკეთო? 105 ლარიდან 75 ლარზე რომ გახდება დანათან აი ეს დანა ძალიან მიყვარს რა. ნუ მე მართლა არ ვიცი ხოლმე ფასები ვერ ვაქცევ ეგეთ რაღაცებს ყურადღებას სამწუხაროდ იმდენად რო აღარ ამოხსა 75 ლარი მიშებ შვენიერი ფასი არის. საოცარი ფასია მე ისე ვიცი. D2-ზეა თან. D2-ზეა თან D2-ზეა კი.
რა ყოჩაღები არიან რა. ნუ ცადეს თქვა სხვა ლიგაში გადასვლა, ასე ისე, თუმცა არ გამოვიდათ და ეს ნიშა მყარად უჭირავთ. კი ბატონო. რომ ძალიან მაგარ ინსტრუმენტებს აკეთებენ უკონკურენტო ფასებში. და ჩვენც ანუ არ ვაპირებთ რაღაცა ასე ვთქვათ უკან დახევას და განზო ყოველთვის გვექნება, განზო სიახლეები ყოველთვის გვექნება. იცი რას ვფიქრობ ახლა კიდე რამე მსგავსი ბრენდი კიდე ხო იქნება რაიმე ჩინური და სხვადასხვა მოდელები და კიდე ერთი ბრენდი რო აღმოვაჩინოთ, ცუდი არ იქნება ქართული რეალობისთვის. და რო გქონდეს ორი ესეთი ბიუჯეტური ასე ვთქვათ ბრენდი იქნება ფანტასტიკური ჩვენ გქონდა მაგაზე საუბრები და კი კაი აზრია ყოველთვის მოვიტოვე განზოს ავტომატი განზოს ავტომატები რატო იციან ყოველთვის მინდოდა ხოლმე და რაღაც პრობლემა იყო ხო ჩამოტანეს ადრე ავტომატებს ვერ აგზავნდნენ ეხლაც პრობლემაა სიმართლე გითხრა რავი აქ რა გვაქვს დასამალი აყალბებენ ინვოისებს და რაღაცნაირად ხო თავის თვითონ აქვს თავის ქვეყანაში იმიტომ რომ რამდენიმეჯერ იყო შემთხვევა რომ ერთხელ ფულის დაბრუნება მოუწიათ ვერ გამოგზავნეს ეხლა ეს პარტია იყო რომ ეს პარტია პირველ გამოგზავნაზე არ გამოიგზავნა უკან დაუბრუნდა ქარხანას მერე შეცვალეს ინვოისი სხვა რაღაცეები ჩაწერეს და მერე იქნა გამოუშვეს როგორც იქნა ხო და ნუ 767 BK ესე იგი წეღან ამ დანას რო უყურებდი მაგალითად ლუკამ ჩვენმა თანამშრომელმა რბილი ზამბარა აქო აღნიშნა ნამდვილად ამათი ზამბარა არ არის ისეთი რაღაცა სხარტი როგორც პროტეკის და მაიკროტეკის მაგრამ ამას აქვს თავისი დანიშნულება იმიტომ არის ესე რომ ანუ უფრო დიდხანს გაძლოს ხელიდან არ გაგივარდეს და მე ძალიან სიამოვნებს ესეთი მოზომილი ზამბარა და აი ეს მე სიმპათიურება რა ეს ასე ვთქვათ კნოპკიანი დანა რა მოდი კნოპკიანი დანაზე სანამ ვიტყვი ზამბარაზე ვიტყვი მეც არ არის აუცილებელი რომ აი ეს თოფი ვიგივარდებოდეს და ბევრს როგორია რომ აი ეგ არის თუნდაც ხარისხის მაჩვენებელი ის უბრალოდ ხასიათი არის დანის თორე არის ძალიან მაიკროტექზე კიდევ ძვირფასი დანები რომლებიც ავტომატურები თუნდაც რომლებიც თქვა შედარებით რბილად იხსნება და სხვანაირად იხსნება ეს უბრალოდ ხედო არის ხელოსნის და თქვათ როგორ ხასიათს ჩადებს დანაში და ამ შემთხვევაში ახლა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასიამოვნოდ იხსნება რა დანას რაც შეეხება მიხეილ 75 ლარი ეგეც გიო ხო ნუ ვაპირებდი თქმას რომ ცოტა მძიმე ამეთქი მაგრამ 75 ლარი თუ არის იყოს 1-20 გრამი ეს მძიმე უნდა იყოს იმიტომ რომ ფოლადით არის და შეკრული არის აი შეკრული შესტევით არის რა კი ბატონო კაი ნუ არაფერი არ მაქვს სათქმელი მოკლედ მე ძალიან მადლიერი ვარ განზოსი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ასე ვთქვათ ამათი მეშვეობით დავაწყებინეთ ჩვენ ხო ეგეც არის მომენტი რა რომ ეხლა ადამიანი ვისაც შეხება არა აქვს ძნელია რა ვთქვათ რომ არც არის სწორი ზანძვირიანებით რომ დაიწყო იმიტომ რომ ბევრ ამას გამოტოვებ რა აი ეს გადმოიღებთ იქ რო გიდევს ფიქსი ხო აი რაღაცა თქვა ერთი სიტყვა მაგასთან დაკავშირებით ის სხვა რამის გამოიყო აქ მაგრამ ну მოკლედ რუსული ხელნაკეთი დანა არის რა შესაძლებლად გვინდა მოგვეტანა მიახლოებით 300-400 ლარიანი დანა არის ალბათ ჩემი აზრით მეტი არ ეღირება რა და ამათან შედარებაზე ახლა მე სიმართლე გითხრა რა უნდა თქვა სხვა რამისკენ გადაუხვე მიხეილ დღევანდელ დონეს შევეხები ხელოსნობას რა კი ბატონო ხო და იცით რის თქმა მინდა რომ ანუ დღესდღეობით სტანდარტად ითვლება ხოლმე რაღაცა უბრალოდ დანა რო ერქვას და დანის ფორმა რო იყოს და ვინც ცოტა გამართულ ინსტრუმენტს გააკეთებს ის ითვლება რომ ძალიან მაგარი ხელოსანი არის და ძალიან გულდასაწყვეტი არის ეგ რა აი ეს არის სტანდარტი მეგობრებო აი ეს არის სტანდარტი აბსოლუტურად გამართული ინსტრუმენტი არის თავისი ყველანაირი დამუშავებით დაშვებებით ყველაფერი აქვს ადეკვატური და არის რა ვუყურებთ მე და მიშე და ვერ ახვდებით ვისი გაკეთებული არის და რა 200-300 ლარათა რამდენად ვიყიდე 200 ლარად ვიყიდე მე მგონი რა ხო და ეს არის სინამდვილეში სტანდარტი რომ მინიმუმ გამართული ინსტრუმენტი უნდა იყოს იმის თქმა მინდა რომ ქართულ ელობაში ცოტა გულდასაწყვეტი მაგრამ ეს არ უნდა დაგვაყვეთ რომ ამას რო გააკეთებ ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ოიმედე და საოცარი ეს არის რომ გააკეთე სტანდარტი და ანუ ამას თუ არ გააკეთებ ჩემი აზრით არ უნდა გამოაჩინო რა შეიძლება გამოაჩინო კი ბატონო ხო და იმის თქვა მინდა მიხეილ რომ კარგი იქნება თუ ნელ-ნელა სტანდარტი აიწევა რა და კიდე იმას ვიტყოდი რომ რამდენი შეძლებული ადამიანი გვიყურებს იმდენი შეძლებაც არ ჭირდება თან ამას ჰობი ხო შეიძლება ქონდეს ადამიანს რა პატარა ვისაც გააქვთ არ ვიცი 1 5 6 კვადრატი დამატებით ფართი რამდენიმე 1000 ლარი რო გამოყო და გრინდერი იყიდო თავისუფლად შეიძლება აი ესეთი დანა გააკეთო
აი ესეთი დანა სტანდარტი გააკეთოთ. რავი, შევამხანაგდეთ, რა ვიცი, შეიძლება ერთად გავაკეთოთ, რავი, გამომეხმაურეთ. კარგი იქნება, ამდენ შრომოთ პოპულარიზაციას ვცდილობთ, რომ ნელა ხალხი მარტო კოლექციონერობა რო არ იყოს რა და გაერთოს ხალხი რა, რომ რაღაცა დანები გააკეთოს. განაგრად გაასწორებს. ხო, მაგარი იქნება, რაღაც მოყვარულები რო იყვნენ და ესეთ დანებს რო აკეთებდნენ, ძალიან მაგარი იქნებოდა და ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ ვისაც ოდნავ გააქვთ მოხერხებულობა და საშუალება, ცოტა დროს და ყურადღებას თუ დაუთმოთ ამას, შეიძლება ძალიან კარგი ჰობი გამონახოთ, ისეთი რომ თქვენც არ დარჩეთ ნაწყენი და დასასრულისკენ ბატონო გიორგი. შეიძლება დაგისვა შეკითხვა. აბა მიდი. ისევ მედანის ერთი წლის თავთან ასე ვთქვათ, კავშირში, შენ როგორ უყურებ ამ ერთ წელიწადს, რითიც დავიწყეთ, ხო, პირობითად და სადაც მოვედით, შენი შეხედულებით მთლიან კომიუნიტიზე გავლენა მოვახდინეთ? მთლიან კომიუნიტიზე ჩემი აზრით დიდი გავლენა მოვახდინეთ. არ ვიცი, შეიძლება ისე რომ ჩემთან აღარ მოაქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში და ჩემთან აღარ მოდიან, იმდენს ვაწყენინე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო დავიწყე მუშაობა სახელოსნოში და 100-დან 99 ისეთი დანა რო იყო, რომ აი მეშინო და ესეთ სახელი დავარქვათ, ეხლა პირიქით არის მიხეილი რა, 100-დან ალბათ 99 დანა ისეთი მოდის, რომ ნუ უარით არ უშვებ რა და ისეთი ორი შეიძლება იყოს, რომ გუშინ წინ შეესწარი ეგეთი არ მინახავს ხო რა, ვიტყვი რა, რაღაც 4 დანა თუ 5 დანა იყო, ყველა რაღაცა შვილის თუ თხის ფეხზე წამოცმული და ჩაუღრმავდები ამ თემას რა, მეგობრებო, ფორმას რო გამოჭრით, ფორმას ნუ გგონიათ რომ დანა გააკეთეთ რა, სახელს არ ვიტყვი მაგას, რა ქვია. ამ ფორმას რო გააკეთებენ და მე მოგ ჩემთან გასალესად და დაშვებაც რო არ არის. ხო, ანუ ფიქრობენ რომ ძირითადი გაკეთებული აქვს, ძირითადი და მე მიამთავრე რა. ხო და არ არის ეგრე მეგობრებო. ცოტა მეტი ყურადღება და პატივისცემა ჭირდება ამ საქმეს. ერთი წლის შრომას რაც ჭირდება კიდე მიხეილ, ჩემი აზრით ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და ბოდისაც მოვხვდი გამომწერებს და მომხმარებლებს, რომ რაღაცნაირად ყურადღება ვერ მოგცეთ, შენც ქონა ნათქვამი რომ რაღაცა გავაკეთოთ სწორად და არა ვარ ჯერ ისეთი კომპანია რა, რომ დროის რესურსია საუბარი, თორე ფინანსებს და იმაზე სანამაღაზიას გავხსნი, კი გახსოვს მიხეილ, რამდენ დანებს გავათამაშებდი, მაგრამ ერთადერთი შეიცვალა ის, რომ ნაკლები დრო გვაქვს და მაგასაც დაორგანიზება ჭირდება, მით უმეტეს ცოტა დიდ მასშტაბზე რო ვარ გასული, არ შეიძლება იქ რაღაცა გადაცდომა იყოს, რაღაცნაირად პატარა ის, რომ მე ვიღაცა სალაპარაკო არ დაწყდეს და ბევრამის ვითვალისწინებს. ყველაფერი სხვანაირად და დავლაგდებით ნელა ისე, რომ მე გასართობად და აი ესე ყურადღების მისაქცევად ბევრი რამე ვაკეთოთ ხოლმე. მე შევაფასებ ჩემი პატარა შეფასებით, რომ ანუ როდესაც დავიწყეთ, მე ძალიან კარგად მახსოვს რა ბრენდები გქონდა. ანუ ფანტასტიკური ბრენდები გქონდა, მაგრამ ჩვენი ასორტიმენტი არ იყო ისეთი, მაგალითად, როგორც დღეს არის, ანუ დღეს რო მოლი მთლიანად გადაძეძგილი არის და იქ უკვე ბენჩმეიდი და პროტეკი და მაიკროტეკი და სპაიდერკო როგორი გინდა, რანაირი გინდა, ანუ როდესაც ვიწყებდით, ესე არ წარმოგვედგინა იმ მომენტში, რაღაცა უფრო სივივი კაიზერი ესე ვიყავით რა და ხო უკვე ბენჩმეიდები არის, ასევე ძალიან მომწონს ის მომენტი, რომ ახალ რაღაცეებს, აი გინდა დაგერის სიტუაცია ჩვენ გავაკეთეთ და ჩვენ საქართველოსთვის ჩვენ აღმოვაჩინეთ და მსგავს ბევრ რაღაცას ვაკეთებთ და ავი მე მგონი ერთი წელი კარგად იარა მედანი. რა უნდა გითხოს, გლდანში გვაქვს ეგეთ მაიკროტეკი ან ეგეთ რაღაცები გვიდეს, პროტეკი ან რამე. კი, გვიდეს, კი. მოეჭველი გვიდეს, კაცო. რაღაცნაირად ისე ჟღერს ფაქტი, რომ შევაწყობას კი არ ვაყენებ, მაგრამ ბევრ დიდ ქალაქში მარტო ერთგან არის ხოლმე ცენტრში რა და ეხლა. ნამდვილად. გარეუბანში რომ შესაძლებელი არის ეგეთ დონის თანების ყიდვა, მე მგონი ხო და აქ მე ერთ ვიტყვი რომ მე მგონია რომ ზოგადად ერთი წლის დაბადების დღეს ბავშვს არ უხდიან ხოლმე და აი ორი წლის რო გავხდებით მგონია რომ ბევრად მაგარი სიახლეები იქნება მომდევნო ერთ წელიწადში და აი მერე ვილაპარაკოთ კიდე ერთი პოდკასტი ჩავწეროთ ორი წლის იუბილეს. საინტერესო მეორე წელი გველოდება. დაჟე სიახლეები გვექნება, შეიძლება რაღაც შემდეგ პოდკასტზე უკვე დავაანონსოთ, ასე რომ დასაწყისი მეორე წლის ძალიან საინტერესო არის უკვე და დანარჩენი ვნახოთ. ავიცი, მე ვთვლი რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა იყო საჭირო, ამით პატივი მივაგეთ ჩვენ განზოს და გამომწერებს დავუდასტურეთ რომ ჩვენ თვითონ ვაღიარებთ ამ ბრენდის
სიკარგეს და საჭიროებას რა. მიხეილ, ასე რომ თამამად შეიძინეთ. ბიუჯეტური ისე იმათთან შედარებით თუ რამდენად არ არის ბიუჯეტური 100 ლარი რო დანა ღირს ის აღარ არის ბიუჯეტური რა და ეგეც ფუფუნება არის დღეს და უკვე ეგეც ხვანაირი არის რო თქვა 10 ლარი რო არ მიდევს ადამიანს ჯიბეში რაღაცა რა თქმა უნდა მაგრამ შედარებით რა. კი ბატონო, შედარებითია ყველაფერი. მადლობა მეგობრებო, ყურადღებისთვის. გამოიწერეთ არხი, იაქტიურეთ კომენტარებში და მომავალ ვიდეოებამდე. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის.